ერთადერთი ნამდვილი რევოლუცია არსებობს. თქვა არა. უარი უთხრა იმ ყველა სისტემას, მთელ იმ ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ვამპირებით. დედამიწა, რომელიც არის ცოცხალი ორგანიზმი და ეკონომიკა, რომელიც გონება, ხო? ეკონომიკა დაფუძნებულია ფიქრის, გონების სისტემას. წარმოვიდგინო რა როგორ მიდის, ჩვეულებრივად გონებაშიც როგორც ხდება, იგივენაირად აბსოლუტურად ყველაფერი ხდება გონება აბსოლუტურად ნებისმიერი ნივთიც გონებით არის შექმნილი და სიტუაციის პრინციპით, მაგრამ ხო, ფიქრი და მაგ ფიქრით შექმნილი ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ იყოს ვამპირი. ერთადერთი რევოლუცია არსებობს უთხრა-მთლიანად, აბსოლუტურად ყველა გამოვლენებას, არა ამ ეკონომიკის. და ადგე იპოვო ისეთი წერტილები, რაც არის ამ ეკონომიკის გარეთ და სრულად იარსება ამ ეკონომიკის გარეთ. შექმნა ახალი სიცოცხლე, თუმცა პატარა ის რომ გამოყოფს გადაბომბილ, გადახმულ და მარილმოყრილ მიწაზე, ესე ვთქვათ, მეტაფორად რო ავიღოთ, რაღაც სიმწვანე რო ამოყოფს თავს, ბალახი იქნება, ყვავილი თუ სარეველო. ეგრე, ზუსტად ეს სიცოცხლის ნებისმიერი გამოვლენა, ხო? სრულად უთხრა იმ გადახმულ მარილმოყრილს, რაც არის სინამდვილეში ეს ეკონომიკა, თუმცა პირიქით შექმნაზე თითქოს ორიენტირებული მუდმივად ქმნის მანქანასავით და ეს არის მანქანა არის აზრმოკლებული მანქანა ცნობიერებისადმი დაბოლდამაზე მომუშავე. იმიტომ რომ იქნება გამომდინარე, რომ ბალანსის მიღმა იმისთვის არსებობს, რომ იარსებოს და შექმნას. რატო არის უბრალოდ გაფართოებაზეა მომართული იმის მიუხედავად, რამდენის გადამუშავება ჩაულა, რამდენიც უნდა. არ უყურებს მაგას, რამდენი შეულა, რამდენი უნდა, რაც უფრო მეტი აქვს, მით უფრო მეტი უნდა. ვედურ ასტროლოგიაში რაჰუს, რასაც განასახიერებს პრინციპში. თავი, დემონის, რომელიც მგონი ვიშნუ მოკლა თუ რა, ვიშნუს რომელიღაც. ხო რა, ვიშნუ მოკლა. და გაათავისუფლა. მაგრამ ზუსტად ეგ არის. მაგას განასახიერებს რაჰუ, ხო? სურვილი, ილუზია, მაგრამ სურვილი, რომელიც სულ ახლისკენ ისწრაფვის, გაფართოებისკენ, მეტის და მეტისკენ, ყველაფერს ჭამს. მაგრამ ტანი არ აქვს იმისთვის, რომ შეძლოს ამ ყველაფრის გადამუშავება. ახალი გამოცდილება, ხო? დღეს როგორც ვართ ყველა მიმართული. გამოცდილება, რა ვიცი, სამსახურებში იქნება, ურთიერთობებში, მოგზაურობაში, ნივთებში, რომ ახალი კიდე უფრო მეტი და რაც შეიძლება მეტი დავაგროვოთ, ხო? სულ ყველა მაგაზე ვართ მიმართული, რომ შეიძლება მეტი ნივთი და მე ხო უკვე ეს ნივთები ჩაანაცვლა, რომ არა გამოცდილება, მოგზაურობა, ბევრი ფოტოები და რაც უფრო მეტი აქვს, მით უფრო მაგარი ხარ თითქოს, ხო? მით უფრო მეტი იცხოვრე თითქოს, მაგრამ რაც არ არის გადამუშავება ამ ყველაფრის. პირდაპირ კავშირის დამყარება არა იმდენად, რომ უბრალოდ მიხვიდე ნახო, არამედ რაც შეიძლება სიღრმისეულად ნახო და დაინახო სრულად რა არის. და რეალურად რაც ხდება, მიდიხარ, მაგრამ შენ იგივე ხარ, უშუალო კონტაქტში არ შედიხარ იმ გამოცდილებასთან თუ რაც არის.
განიცდი იმდენად რამდენიც ხარ და განიცდი ზედაპირულად. თავში მხოლოდ არასრულად. მე რაც მომიგო ყველაზე ცალსახად ჩანს ხოლმე ტურით სადმე თუ მიდიხარ და ნებისმიერ ტურიზმში ძალიან აშკარადაა გამოხატული ხო მიდიხარ იმისთვის რომ ფოტოები გადაიღო და რავი მაქსიმუმ რამდენიმე წამით შეიძლება რამდენიმე წუთი ჩამოვჯდე და გაეთიშო თუნდაც ყველაფერს და უბრალოდ იყო და მომართული ხარ რომ შეიძლება ბევრი ნახო რომ შეიძლება ბევრი ფოტო გადაიღო და მე ატვირთ დაანახო სხვას რომ რამდენი ნახე და ეგეც რომ არ ხდება შენ თავთან მაინც ეგრე ხარ მომართული რომ რამდენი რაღაცა ვნახე რამდენი მუზეუმი ვნახე რამდენი ძველი ტაძარი ბუნების რამე რა ვიცი რაც არაც ქვია ხო თუ მინდა სხვადასხვა სახეობა ცხოველების, მცენარეების, ახალი ტექნოლოგია, რა ვიცი, რაც არის ხელოვნების ვითომ სხვადასხვა ფორმა, ხო? წიგნებთან მიმართებითაც მსგავსია, რაც შეიძლება მეტი წაიკითხო, რომ დაგიგროვდეს თუნდაც შენ თავთან რიცხვებით რამდენი წაიკითხე. და რეალურად რამდენად ამყარებ უშუალო კონტაქტს. მაშინაც მომხმარებულ დამოკიდებულებაში ვართ, რომ ახალს რას მივიღებთ, ამის გარას შევხვდეთ, რას გარდაქმნით და მგონია, რომ ეგეც რაღაცა ჯანსაღი მიდგომა, მაგრამ რეალურად მაგ მიდგომით როცა ხარ, იშვიათად ხდება, რომ მართლა რამე შეცვალოს, ეგეც ილუზია, რომ ეხლა მე ამ წიგნმა ახალმა რამის ნახვამ რამე მომცა. მაძლევს, მაგრამ ზედაპირულად თვალისთვის და თუნდაც გამოსხლევ შეიძლება ამისთვის მიდის ხალხი ხო რომ რაღაცონეზე დაგამშვიდოს იმისთვის რომ მე რო დაბრუნდები უფრო მეტი იმუშავა რომ კიდე სადმე სხვაგან წახვიდე ახალი დაემატო და ხდება გარეთ ზედაპირზე გულის შიგნით არ მიდის შეიძლება ჩვენ გვცნობთ რომ გულით ვართ და კარგად ვართ გვიხარია და ბედნიერები ვართ მაგრამ იმასაც ვერ ვხედავთ და ვერ ვესწრებ რამდენად ზედაპირულად ხდება ეს ყველაფერი მე ძალიან ცხადად დავინახე რომ უბრალოდ ჩვეულებრივი მონოკვეთია ეს ტერიტორია ხევსურეთში ვიყავი რაღაც ტურს გავყევი პირველად ესეთ ტიპის ტურზე პირველად ვიყავი და ყველა იყო ორიენტირებული რომ კაი რაღაც ახალი ვნახე ხო იქ ქვიანს შატილი არ და მეორე რა სემეტროა ხო თუ სხვადასხვა კოშკში შეიხედავ და იქ რაღაცა ცოტა განსხვავებული რაც შემოხდება მაგას დააფიქსირებ ფოტოს გადაიღებ ვაფშე ყველა იმაზე ორიენტირებული რაც შეიძლება მეტი ფოტო გადაიღო და მეც პრინციპში დავცლობდი რაღაც ფორმებში მომიქცევით ჩემ ფოტოთა მენახა რაღაც ნახევრად ხელოვნების რამე მეკცია მაგრამ ხალხს უმეტესობასთან შედარებით დავიფიქსირე რომ მე უფრო ვიყავი იმაზე ორიენტირებული რომ ცოტა მარტო გავსულიყავი რაღაც შემიგრძნო სრულად მედიტირების მსგავსად რა თვალდახუჭული დაჯდომაზე რაც არის ალბარი მედიტირება თუ ღირით შეიძლება მედიტაციაში მოსგულისხმობ რომ უშუალო კონტაქტში შეხვიდე იმასთან სადაც ხარ ადგილებს მაგალითად ყოველთვის აქვს თავისი დრო და სივრცე ხო მე იმას გულისხმობ რომ რამე ადგილას რომ მიდიხარ რაც უფრო შენ შიგნით შეხვალ ღრმად მით უფრო ცოტა ნორაჭყოს რაც უფრო შენ შიგნით ხო შეხვალ ღრმად
მით უფრო სიღრმეშესაუბრად შეგიძლია შეიგრძნო იმ ადგილის რეალობაც, იმ ადგილის დროც, თუნდაც სხვადასხვა დროში რა ხდებოდა. არა აუცილებელი რომ დაგენახოს ხედვით რაღაც ვიზუალები მოვიდეს, თუმცა ზოგში თუ მაგაზე კონცენტრირდები, ეგეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ შეგრძნების დონეზე რა უბრალოდ იყო და დართონებას, რომ დაგენახოს რამდენადაც უნდა, რომ დაგენახოს. და იმის მიუხედავად, რომ რაღაც დონეზე მე მოვახერხე, მაინც ძალიან ზედაპირულად ვიყავ, მაქსიმალურად 15 წუთი შევძელი, რომ დამჯდარიყავი იქ და გეცალკე ბუნება და მზე და რაღაცა და მზეს წამოწყვეტე და ოდნავ შემეგრძნო რა. და სხვებთან შედარებით კიდე ბევრი იყო, იმიტომ რომ ეგ იყო, რომ ავედით რაღაც ფოტოები გადაიღეს, რაღაც ერთმანეთში დაელაპარაკეს ეხუმეს რაღაცეები, ეგ გიდმა რაღაცები მოყვა. და ჩამოვედით, სულ ეგ იყო. მე მგონია, რომ ეგეთ ადგილს რო შეიგრძნო რაღაც დონეზე მინიმუმ 1 კვირა უნდა იყო. და ისე უნდა იყო, რომ საერთოდ არაფერს არ აკეთებდე რა, სხვა საქმე არ გქონდეს. და ზუსტად იმ სიცარიელეს რო ეტაკები, არაფრობას რო ეტაკები და იქ ამოდის ყველაფერი. შენში რაც არის ჩალექილი და რაც გიშლის ხელს იმაში, რომ შეხვიდე უშუალოდ კონტაქტში. ეგ რაღაცებიც ამოდის, იშლება და მიდის. და სუფთავდები უფრო. იმიტომ რომ უშუალო კონტაქტში შედიხარ. იგივე ხდება თქვათ, ანუ ნებისმიერ საქმეში აბსოლუტურად ყველაფერში შეიძლება ეგ მოხდეს. ხელოვნებაშიც, წერაშიც, რაღაცებში, ნებისმიერ საქმეში იგივე შეიძლება მოხდეს. თუ მივდგები ესე მედიტაციური მიდგომით. რაც საკმაოდ რთულია რეალურად. რეალური. მაგრამ ხო რა, ეგ დამოკიდებულება არის ის, რომ უშუალოდ შეხვიდე რაღაცასთან, უშუალო კონტაქტში სვევდე იგივე სტოს არ მოვიდა, მაგრამ მაგის გამო. და რეალურად ის ხდება, რომ მაგის ნაცვლად ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შფოთი ამოდის ხოლმე და თან ზედაპირულად ერთხელ მივიღოთ და გვინდა რომ უკვე სხვაგან გავიქცეთ, სხვა რამე ვნახოთ, იმიტომ რომ ეგ იდეაც არის თითქოს, რომ რაღაც ბევრის ნახვა და რაღაც უნდა მოვესწრო და რეალურად ბევრში არაფერი არ ყრია. სიცოცხლე არის სიღრმეში. თუნდაც ერთ რამესთან ამდენად ახლოს მიყვა. მათ შორის დისტანცირება პირიქით გეხმარება ახლოს მისვლაში რაღაც დღეს. იმიტომ რომ სივრცეს გაწყობს დისტანცირება. შენ თავში გავბრუნებს. და სივრცეს გაწყობს. შიგნით ქმნის სივრცეს. რაშიც დგება ის ცნობიერება და ამ ცნობიერების მერე ფოკუსირებით. შენ თავში ფოკუსირებით. ხდება შესაძლებელი, რომ დაუკავშირდეს სხვას. ადამიანი იქნება ცხოველი, მცენარე, ნივთი, რაც გარკვეული სახის სათხანა. რაც არის. მაგრამ დღევანდელი რეალობა ეგ არის, რომ გავიბეოთ მაგ ყველაფერს. და ერთი რეალობიდან სხვა რეალობაში ვხვდებით და იმდენად სწრაფად ხდება ეგ რომ ეგ არის ზუსტად რომ ვერ მუშავდება ის რაც იმ კონკრეტულ მომენტში მოეცა და ილექება მე იმასთან კიდე არ გვინდა რომ როცა იქნება თუნდაც სხვა დროს გამოვყოთ სივრცე და ვიმედიტიროთ იმაზე რაც დაილექა ჩვენში. ამიტომ უკვე ახალი რეალობიდან გვიწევს მოქმედება და კიდევ უფრო ზედაპირულები ვხდებით.
მაინც კიდევ ახალი სურვილები გვიჩნდება, რომ ახალ სურვილებს მივყვეთ, ანუ რაჰუს თავი რაც არის, სულმუდმივად ახალი სურვილებისკენ მიდის. და ის არის, რომ არ მუშავდება, რაც იყო. გროვდება. რაც შეიძლება მეტ რაღაცას ყოლაპავს, მაგრამ რაც უფრო მეტ ყოლაპავს, კიდევ უფრო მეტი სურვილი აქვს და უფრო დიდი აღებს ხახას, რომ მეტი ჩაყოლაპოს. და რეალურად რო შეხედო კაპიტალიზმით, ზუსტად ესე ფუნქციონირებს. კაპიტალიზმი რაღაც ჩვენთვის პირდაპირ ტექნოლოგიებთან ასოცირდება, თავისთავად თვითონ ტექნოლოგია რაღაც ტიპის რაღაც მექანიზმია, რეალურად მექანიზმზეა აგებული სქემა. ეს ფუნქციონირებს. ასე რაჰუ თქვათ არ ვახსენე. ხოდ ანუ ასტროლოგიაში, ცოდურ ასტროლოგიაშიც რაჰუ მითოლოგიურ დონეზე ხო ის არის როგორც ახსენი. კონკრეტული არსება იყო დემონი, რომელიც ორად გაკვეთეს და რაჰუ არის ქვეთავს და კეტუ ქვია ტანს, ყუთს. მაგრამ რასაც განასახიერებს, ანუ წარმოადგენს უბრალოდ არის ძირითადად ტექნოლოგიები. კიდე რაღაცები მე არ მახსოვს რა. ტექნოლოგიური მხრივ თუ გაინტერესებს რა ხდება, მაგალითად შეხედო რაჰუს მხრივ რა ხდება ჩარჩი. უფრო დიდონეზე, ანუ შემთხვევითი არ არის. ტექნოლოგიებიც, როგორც წესი, ზუსტად ეგრე ფუნქციონირებს, AI-ც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტიც. და რომ დაუკვირდეთ ChatGPT-საც, რომ ელაპარაკები, ძალიან იოლად შეატყობ, რომ ზუსტად მაგაზია აწყობილი. აწყობილი რა, ეგ ტენდენციები აქვს. მეუდება ახალ ჰორიზონტებს. და ადამიანურ უბრალოდ ხო რა ადამიანურ დონეზე კონკრეტულ ინდივიდს არ გულისხმობ ადამიანური რასალოთ humanity ანუ მიმართულია იმაზე ხო ყველა არა მაგრამ ერთიანად თითქოს აი კოსმოსში გაფრენა რო გინდა და დედამიწას თითქოს ამოწურე უკვე ხო თითქოს მორჩა ეს უკვე გადავყლაპე მაგრამ რეალურად არ არის გადამუშავებული მილიონი რაღაცა შეიძლება ხო აქ მოხდეს მაგრამ აქ არ არის საკმარისი უკვე უფრო ახალი მოინდა და ვიხარ მე კოსმოსში ახალ რაღაცების გადასაყრად მაგარი ეს რაჰუ რომელსაც თავიდან მოყვეთოთ რა ვიცი ის რამაც წარმოშვა კაპიტალიზაციის იწვევს კაპიტალიზმს მსგავსი სურვილია კაპიტალიზმიც კაპიტალიზმი თავისი არსება თულა გაფრთხოებაზე და ჰომოგენიზებაზე სხვანაირად ვერ არსებობს ანუ დეკოლონიური თეორიები ზუსტად მაგაზე არა ორიენტირებული რომ კაპიტალიზმის წარმოშობას უკავშირებენ კოლონიზაციის პერიოდს ამერიკის აღმოჩენას და ამერიკის კოლონიზების პერიოდს იმით რომ კაპიტალიზმი არსობრივად თავისთავშივე იყო ორიენტირებული გაფართოებაზე და როცა უკვე დასრულდა მეტი ვეღარ გაფართოვდებოდა შიგნით ევროპაში, მაგრამ უკვე ახალი სივრცე იყო. საჭირო და მაგრამ მოხდა რომ უკვე იქით გადავიდა რაღაც ახალი სივრცე იყო. ეხლა ეს დედამიწაზე კოლონიზების თქოს დასრულებულია, მეტი რაც შეიძლება მიდის შიგნითაც გაფართოება, მაგრამ არ არის საკმარისი და უკვე ცდილობს რომ კიდე გარეთ გავიდეს. კოსმოსი დაიპყროს. ხო, და რევოლუცია თუ გინდა? ნამდვილი რევოლუცია. საკუთარ სულთან დაბრუნება მათ შორის მე მგონია რომ მათ შორის
კოსმოსში გაფრენის სურვილი, როდესაც თავი უნდა წააჭრა. და დედამიწაზეც ესე გაფართოების სურვილს თავი უნდა წააჭრა, ოღონდ გაფართოების სურვილს კი არა აჭრი თავს დედამიწის სრულად ნახვის სურვილს, ან კოსმოსში გასვლის სურვილს და იქ რა ხდება იმის სურვილს, მის ნახვის სურვილს. არამედ ამ ყველაფრის ისეკეთებას, რომ რახუში იყო, ესე ვთქვათ, გადაუმუშავებლად, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. და ბალანსის დაცვით უნდა მოხდეს. როცა რაღაცა ამოწურებს თავის თავს და რაღაცას სრულად ნახავს, მე ის როგორც ყვავილის კვირტის კდება და იქიდან იშლება ყვავილი, იგივენაირად როცა რაღაც ამოწურებს თავის თავს, მე ის ფეთქდება და იშლება და ახალი სიცოცხლე ფართოვდება. მაგრამ ამისთვის რომ ბუნებრივად და ჯანსაღად მოხდეს, ჯერ თავის თავში უნდა იყოს ეს ჩაგეტილი, ესე ვთქვათ, და შიგნიდან მოხდეს, შიგნიდან გაფართოვდეს. აქ თითქოს კაპიტალიზმში მსგავსი რაღაცა ხდება თითქოს, მაგრამ რის ხარჯზე ხდება, ეგ არის მნიშვნელოვანი. და რამ დაასრულა გაფართოება, იმისთვის რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს. ეს რაღაცა არ არის ადამიანის სული, მილიონი სხვა ტიპის შემოქმედება არის შესაძლებელი. მაგრამ აქ დაფუძნებულია რეალურად თავიდან იყო შიშზე, ხო? შიშით იყო წარმართული და მოკვეთაზე ადამიანებისთვის არსებობის შესაძლებლობის მოკვეთაზე იყო. სხვა გზა არ ჰქონდათ და ვარს ვერ იტყოდნენ და შრომობდნენ. ეგ ერთი მხრივ, შიში, მაგრამ მეორე მხრივ სურვილი. ადამიანებიც ექცეოდნენ სულში, აბა რა იქნება. ეს ახალი ტექნოლოგიები იქნება, მატარებელი ისა, ხო? ყველაფერი ეს ტექნოლოგია რაც გვაქვს დღეს, მოგვცე მაგ სურვილმა. მაგრამ ეს ყველაფერი რაც არის არ მომხდარა დაოთი, ხო? სამყაროს ბალანსის დაცვით. რაღაცის სურვილს გაყოლა იყო იმის გარეშე, რაც იმის გადამუშავების გარეშე, რაც ჯანსაღად უნდა გადამუშავებული იყო და მაგიტომაც მოყვება ხოლმე ის რაც მოყვება, თუნდაც მსოფლიო ომები და მაგის გარეშეც ომები და მაგის გარეშეც უფრო ლოკალურ დონეზეც უთანასწორობები, დაპირისპირებები, სიძულვილები, სხვადასხვა ჯგუფებს შორის თუ რაც არის, აბსოლუტურად ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. რევოლუცია იწყება და არის ერთადერთი შესაძლებელი რევოლუციის არის აი იმ სურვილის დასრულება. იმ სურვილის, რაც არის გაფართოება ბალანსის დაცვის გარეშე. და კაპიტალიზმი როგორც ფუნქციონირებს არის გაფართოება ბალანსის დაცვის გარეშე. თავისი სამყარო აქვს შექმნილი, თავისი ბალანსი აქვს. მაგრამ ერთიანად შეხედავ დედამიწასაც შეხედავ ადამიანის გარდა სხვა ორგანიზმებს შეხედავ, თუნდაც მაგათთან რამდენად ჰარმონიაში ხარ. არა საუბარი ვეგანიზმზე და ისა ცხოველი არ ჭამ მაგაზე არ არის საუბარი. ერთიანად სახეობებს შორის ჰარმონიაზეა საუბარი. და ბალანსის დაცვაზე. ხო და როცა ესე ერთიანად შეხედავ, მათ შორის სულის დონეზე შეხედავ, რაც მე მგონი, რომ უბრალოდ რომ არ არის ეგ ბალანსი დაცული. და დღესდღეობით, მაშინაც ალბათ რასაც ეფუძნება ერთი მხრივ შიში, რაც ვთქვით და კიდევ ეფუძნება რაღაც სხვადასხვა ტიპის სურვილებს. მათ შორის რაღაცების ფლობის სურვილებს. ნივთების იქნება გამოცდილებების და ყველაზე მეტად მე მგონი, რომ სტატუსის. ეგეც შიშიც არის და სურვილიც არის ერთდროულად. და ზოგი სურვილი აწარმოებს შიშს იმაში, ვისაც არ აქვს სტატუსის სურვილი. დაპირისპირება შეგიწევს შესვლა და შენი, ანუ გერტყამენ იმაზე, რომ რატო არ გაქვს შენ ამბიციას ძალიან.
ის იმ კონკრეტული ტიპის ამბიცია, რაც რეალურად კაპიტალიზმს ემორგებული. და გადარჩენის ბრძოლაში გიწევს, რომ შენც გაგვიჩნდეს მსგავსი ამბიცია.